თავდაპირველად დავიწყოთ სწორედ საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომით, რომელიც დღესაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშევაშვილმა რამდენიმე დღის წინ მიიღო და სწორედ ამის შემდგომ ძმები წულუკიძეებისა და კიდევ რამდენიმე დაკავებული პირის პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სპეცოპერაციის გზით სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს ბათუმში 27 პირი, რომელთაც ქურდული სამყაროს წევრობასა და მიმართვას ედავებოდნენ, თუმცა როგორც გავრცელდა ინფორმაცია, დიდმა ნაწილმა სახელმწიფო ბრალდებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკავებული პირთა ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებას შესაბამისი დოკუმენტაციის დამზადების შემდგომ დატოვებს, რაც შეეხება თავად ძმებ წულუკიძეებსა და ასევე კიდევ 4 პირს, რომლებიც იმყოფებიან ამ დრომდე შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ისინი ბრალს არ აღიარებენ და შესაბამისად ამბობენ, რომ ისინი არ გააფორმებენ საპროცესო შეთანხმებას ბრალდების მხარესთან. მეტიც წულუკიძეების ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ისინი არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლები, რადგან ძმები წულუკიძეები არიან ოპოზიციურად განწყობილები, მათი მტკიცებით საქმეში არ არსებობს პირდაპირ მტკიცებულებები, რომლებიც ძმების ბრალეულობას დაადასტურებს. უფროსი ვინ არის? უფროსი ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. იმიტომ რომ როდესაც არ გააჩნია და არანაირი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები არიან ქურდული სამყაროს წევრები და მაინც აპატიმრებენ თან ესეთი მუხლით, სადაც 7-დან 10 წელი ემუქრებათ, ანუ სხვა რაზე უნდა მეტყველებდეს, ისჯებიან, ანუ არ პატიობენ იმას, რომ ოპოზიციურად არიან განწყობილები. მე ძმებ წულუკიძეებს ვიცავ, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ქურდული სამყაროს წევრობას, ჩანაწერებითაც აღნიშნული დასტურდება, რომ ისინი ანუ სულ სხვა რაღაც ქმედებასთან გვაქვს ჩვენ საქმე და არა ქურდული სამყაროს წევრობასთან. ქურდული სამყაროს წევრობის სტანდარტი, რაც არის, რაზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, თუ ეს სტანდარტი იცვლება და ჩვეულებრივი ადამიანური საუბრები თუ კრიმინალური მოქმედებით განისაზღვრება უკვე, მაშინ ჩათვალეთ, რომ ნახევარი საქართველოს 95% ქურდული სამყაროს წევრობისთვის, მხარდამჭერობისთვის, მიმართვისთვის უნდა იყოს პასუხისმგებლობაში მიცემული. არ ვამონათებს სასამართლოს, მაგრამ სასამართლო გონიერია მოისმინა სასამართლოში ის კრებსები, რაზეც ედავება ბრალდების მხარე, იქ აბსოლუტურად არანაირი მაკვალიფიცირებელი, რომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ასე მნიშვნელოვანი მუქარა დაშინება, შანტაჟი, გამოძალვა და სხვა კიდევ ბევრი ისეთი ქმედება, რომელიც ისჯება სასამართლოს კოდექსით, ესეთი არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლომ უნდა მიიღოს სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება. ძმები წულუკიძეების საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა რამდენიმე თვის წინ სპეცოპერაციით დააკავეს, როგორც მისი ოჯახის წევრები და უფლებადამცველი ამტკიცებს, საქმეში მდევს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სატელეფონო ზარი, რომელიც ბრალდების მხარისთვის არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება. ბრალდება ამტკიცებს, რომ სწორედ ამ სატელეფონო ზარით აგვარებდნენ ისინი ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან იმ პრობლემებს, რომლებიც მოქალაქეებს ჰქონდათ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ნამდვილად არ არიან ქურდული სამყაროს წევრები, ისინი ნამდვილად სარგებლობენ მუნიციპალიტეტში გავლენებით და სწორედ ამ გავლენის ფარგლებში სურდათ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც მის ახლობელს ჰქონდა.